გამარჯობა, თქვენ უყურებთ ბიქი ფერის არხს და გამოვყავით მოგზაურობაზე პოლონეთში. Previously on Avatar. მოგესალმებით კრაკოვის ვლოგში, როგორც გახსოვთ, ვარშავაში ღამენათევებს დილით ძალიან ადრე ქონდა მატარებელი, ჩამოვედით საღამოს კრაკოვში. ეხლა მინდა რომ კრაკოვზე მოგიყვეთ, იმიტომ რომ ჩემთვის არის მთელ პოლონეთში ყველაზე ევროპული, ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული ქალაქი. კრაკოვი იყო პოლონეთის დედაქალაქი მე-11-დან მე-16 საუკუნეებამდე, შემდეგ უკვე გახდა ვარშავა. ვინაიდან კრაკოვი იყო დედაქალაქი, შესაბამისად, აქ ხდებოდა მეფეების კორონაცია, აქ ცხოვრობდნენ მეფეები, ანუ შემორჩენილია უდიდესი სასახლეები და კათედრალები, რომელსაც დაგათვალიერებინებ და ეხლა ხედავთ ერთ-ერთ სასახლეს კადრში. ეს კი ერთ-ერთი კათედრალის ინტერიერია. კრაკოვშია ევროპის ერთ-ერთი უძველესი შუა საუკუნეების ბაზარი. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი და აგრეთვე აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი, იაგელონის უნივერსიტეტი, რომელიც 1360 წელს დაარსეს. კრაკოვში უფრო გავერთეთ, ვიდრე ვარშავაში, ყოველ საღამოს ვერთობოდით და აქ გადავიხადეთ ჰერმონის დაბადების დღეც. გამოვყავით ამ მოგზაურობაზე, დავიწყოთ. ახლა ჩვენ ვყოფებით პალაც ნოვი კაზიმირზე. ეს არის ძველი რინეკი, იგივე, სადაც იყიდება ძალიან ბევრი ზაპეკანკა. ზაპეკანკა არის ტრადიციული პოლონური street food, რომელიც გამოყურება ესე, ყველა ცდილობს რომ ჩავატიო. ამ ადგილას ირგვლივ არის არა მარტო ზაპეკანკები, არამედ სხვა street food-იც და აგრეთვე ესეთი სუვენირების დახლებაც. კიდე არქეოლოგიური განძი 30 მილიონი წლის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე არ იყო ხმელეთი, იყო ოკეანე, ზღვა და ესეთი რაღაც შეგვიძლია. პოლონეთის ქუჩებში სეირნობისას ხშირად შეხვდებით ესეთ მაღაზიებს, სადაც არის ძალიან ბევრი სუვენირები, ხელნაკეთი აქსესუარებიც, სამკაულიც და დეკორიც, რაც ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ესეთი დარგები ყვავის. ახლა კი მივდივართ გასართობად. ვარშავის ბლოგიდანაც გახსოვთ კუბანო, რომელიც არის კლუბების ყველაზე დიდი ქსელი პოლონეთში, ეს არის ლათინო კლუბი. საკმაოდ კარგად გავერთეთ, ვიცეკვეთ, ბავშვებთან ერთად ვიყავი და საღამოს წავედით, რა თქმა უნდა, სახლში. მეორე დღეს, ეს მეორე დღეა. ჰერმონი დაბატიჟეს თავისმა მეგობრებმა სტეიქ-ჰაუსში, რომ აგვენიშნა მისი დაბადების დღე. სტეიქ-ჰაუსი ქვია ჟეჟნია, არის გასაოცარი ადგილი, ძალიან მოგვეწონა, მთელი მენიუ და გემოები გეთამაშებოდა და ესე აღვნიშნეთ წინასწარ. შემდეგ წავედით ძალიან მისტიურ ადგილას. ამ ადგილას შესასვლელად ჯერ ზარი უნდა დაგერეკა, მერე ხის კარში უნდა შესულიყავი, ჩასულიყავი კიბეზე, გამძვრალიყავი ამ გვირაბში. აი ასე და უცებ აი ამაზე დახტე. როგორც იქნა, ხდებოდი ბოლოს კაფეში. კაფეს თემატიკა იყო, არის საოცრებათა ქვეყნიდან, რაც იყო ძალიან მაგარი, რაღაცნაირი მისტიური გარემო იყო. თან ამ საიდუმლო კაფეში საიდუმლო ოთახი იყო კიდე შიგნით. ჩვენ როცა ამ ხის კარში გავედით, კიბეზე ჩავედით და გვირაბში გავძვერით, იმდენად არალეგალურად უგრძნობდით თავს, რომ თავიდან ესე ვიდექით შესასვლელში, უკაცრავად რაღაცნაირად შეიძლება. მერე დავწყნარდით, დამშვიდით, დავჯექით, ძალიან მაგარი აურა დგას, ხალხი არ ხმაურობს, ყველა თავისთვისაა და რაღაცნაირად რელაქსის საათი ქონდა. მაგრამ დიდი ხანი არა, იმიტომ რომ მერე წავედით სად? გასართობად. აქ კაცში ხედავთ ქობალიასაცვია თავისი iconic მაიკა rules about me, რომელზეც შეიძლება ვიფიქროთ, რომ რა უცნაური იდეაა და რა საჭიროა ეს ყველაფერი. დამიჯერეთ, თავისი მიზანი შეასრულა ამ მაიკამ. ყველა გოგო, რომელსაც ქობალი ეცეკვებოდა, უნდა დაეტოვებინა თავისი ავტოგრაფი და გოგოები მინაგიჟებიდი იყვნენ, ანუ ძალიან მაგარი იდეა იყო, points for you for that. მე რომ ჭამეთ ღამე პიროგები, დავიძინეთ და როგორც იქნა გათენდა დღე, როცა მე თქვენ რაღაც ინტელექტუალური, რაღაც ისტორიული უნდა მოგაწოდოთ. ეხლა თქვენ ხედავთ კრაკოვის ძველ ბაზრობას, რომელიც როგორც გითხარით, იუნესკოს სიაში არის შესული. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და აქ არის 3 ადგილი, რომელსაც ვნახავთ. ახლა ჩვენ ვყოფებით კრაკოვში, წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში, რომელიც წარმოადგენს გოთიკური არქიტექტურის ფენომენალურ მაგალითს. მისი მშენებლობა დაიწყო მე-13 საუკუნეში, შენდებოდა 200 წლის განმავლობაში 2 საუკუნე, დეტალები კი უკვე შიგნით. წავედით. Let's go. წმინდა მარიამის ბაზილიკა.
გასაოცარი სანახაობა, რომლის მსგავსიც მე ცხოვრებაში არაფერი მინახია. აშენდა მე-13 საუკუნეში. მონღოლების შემოსევის შედეგად დაზიანდა, ამიტომ საჭირო გახდა, რომ ჩატარებულიყო რეკონსტრუქცია მე-14 საუკუნეში. წმინდა მარიამის ბაზილიკა 2 კოშკისგან შედგება, რომელზეც ძალიან საინტერესო ლეგენდა არსებობს. ლეგენდის თანახმად, ეს 2 კოშკი ორ ძმას უნდა აეშენებინა, მაგრამ მათ კოშკების მშენებლობა შეჯიბრად გადააქციეს. როგორც კი ერთი ძმა დაამატებდა სიმაღლეს და გრანდიოზულობას თავის კოშკს, მეორე ცდილობდა, რომ მას დასწეოდა და უფრო მაღალი და უფრო გრანდიოზული კოშკი აეგო. რაღაც დროის შემდეგ უფროსი ძმა მიხვდა, რომ თავისი კოშკისთვის ვერც სიმაღლის და ვერც გრანდიოზულობის დამატებას ვეღარ შეძლებდა. იმისათვის, რომ მას უმცროსი ძმა თავიდან ჩამოეშორებინა, მან მას ხელი კრა. შედეგად ჩვენ მივიღეთ 2 კოშკი, რომელიც არათანაბარი ზომის არის, ერთი უფრო მაღალია ვიდრე მეორე. იმის მიუხედავად, რომ შიგნიდან ასეთი ლამაზი და გრანდიოზულია ეს ეკლესია, საკმაოდ ცევდიანი ისტორია გააჩნია. ზუსტად წმინდა მარიამის ეკლესიის გვერდით არის ეგრეთ წოდებული რინეკ ლუნი, რომელსაც, ქართულად ვეძახით მთავარ ბაზრობას. აქ იყიდება საუკეთესო სუვენირები, ასე რომ არც ერთ მაღაზიაში არ იყიდოთ სუვენირი, მოდით აქ. მოკლედ ის უნდა ვთქვათ, რომ აქ რაღაცას რო ყიდულობ, ძალიან რაღაც უცნაური გამოცდილება არის რა. და რაღაცნაირად თავს გზნობ, რომ ვითომ ამ ქალაქის ნაწილი ხარ და ძალიან კაია. ქოვალიას მიერ ნახსენებ ამ აურას და გრძნობას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ეს ბაზრობა ფუნქციონირებს უკვე თითქმის 1000 წელია. აქ რო შედიხარ და ფეხში აბიჯებ, მართლაც რომ სხვანაირი შეგრძნება არის. აქ იყიდება ყველანაირი სუვენირი. მე მოვედი ჩემს შუშის სუვენირებთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე შუშის პატარა ფიგურებს ვაგროვებ და სამახსოვროდ მინდოდა რომ ამ ტრიპიდან მქონოდა ერთი ცალი. მე მაგ არჩევანი ფენიქს, ლოკოკინესა და კრაკადილ გენას შორის. რა თქმა უნდა, ავირჩიე კრაკადილი გენა. ეს არჩევის პროცესი. ჩემი დისთვის კი შევეძინე ესეთი სამაჯური. აქ ხედავთ ამ 2 კოშკს, რომელზეც ვისაუბრეთ არათანაბარი ზომის არის. ეხლა კი მივემართებით საგუშაგო კოშკისკენ, რომელიც რიგით მე-3 ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელიც მინდოდა მენახებინა. შიგნით იყო ძალიან წვრილი, მართლაც რომ საგუშაგო კოშკებისთვის დამახასიათებელი, მარჯვნიდან მარცხნისკენ სპირალურად მიმართული კიბეები, რომელზე ასვლა ძალიან რთულია. გადაკეთებული იყო ეს ადგილი მუზეუმად. მუზეუმში შეხვდებოდით პოლონელი თავადების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტებს, მათ ჩაცმულობას, სახლის ინტერიერის დეკორს, სპილენძის პორტრეტებს, რომელიც სახლში ეკიდათ, თუნდაც ეს ვერცხლის ინტერიერის დეკორი, რომელიც კედელზე ეკიდა. ხოლო, როდესაც ბოლო სართულზე ახვიდოდი, მთელ კრაკოვზე იშლებოდა ხედი. რა თქმა უნდა, ამ ხედისთვის აიგო ეს საგუშაგო კოშკი, რათა გუშაგებს ეკონტროლებინათ ჰორიზონტი. კრაკოვის ქუჩების სავსეა ძალიან კრეატიული და ლამაზი ტკბილეულით. ჩვენ შევედით სვოტკის კარბს ამ კოვიში, რომელიც არის შუა საუკუნეების მხედრების სტილში მოწყობილი ჟელიბონების მაღაზია, სადაც შეგიძლია რამდენიც გინდა და რომელიც გინდა ჩაიყარო პარკში, აქვე შეირაცხა ქობალია მხედრად, მაგრამ ჟელიბონი რასაჭმელია, წავედით რესტორან სფინქსში, რომელიც არის აგრეთვე ერთ-ერთი ძალიან დიდი რესტორნების ქსელი პოლონეთში. აქ არის წარმოდგენილი როგორც ევროპული cuisine, აგრეთვე ცენტრალური აზიის. კარგად უნდა დაუნაყრებულიყავით, იმიტომ რომ მივდიოდით გასაოცარ ადგილას, სადაც ჭირდებოდა როგორც გონებრივი ენერგია, ასევე ფიზიკური ენერგია. ეს ადგილი არის ილუზიების სახლი კრაკოვში, სადაც ზუსტად 2 კვირის წინ იყო შოუ-სპიდი. აქ გეძლევა საშუალება აირჩიო რამდენიმე ოთახი. ზოგი არის მისია, ზოგი კი არის უბრალოდ ადგილი, სადაც დაისვენებ და რაღაცას ნახავ. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ტურები და დავიწყეთ. პირველი დავალება არის, რომ ვიპოვოთ 4 ციფრები. მე არ ვიცი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სარკეებით სავსე ლაბირინთში პატარა ციფრების პოვნა, ანუ სულ ერთმანეთს ვეჯახებოდით და შუშებს, სარკეებს, მაგრამ ჯერ ქობალია მიპოვა პირველი ციფრი 9-იანი, შემდეგ პატა მიპოვა 1-იანი და ნელ-ნელა ბიჭებმა მოკლედ თავი მოაბეს და 4-ვე ციფრი იპოვეს. როგორ აქ იხსნათ, მაგრამ აი რომ იგიხარ და გასასვლელი ვაგონია და ყველგან შეფაისობენ. აბა აი ეხა უკვე აი უკარგო. ქობალიას სხვა მესვის კაცი არ ჩანდა. ნიკუშ ვერ ყოლო. ხმა მესვი ყველგან მივარ. აი ეს მართლა სიგიჟეა. ბიჭო, სათხარ ვერ ყოლო. აუ, აი მოვდივარ. აი ესე მივარ.
ეს ნატა ეს ისევ ერთი ახალი ტური მივიღეთ ხო? შემდეგი ჩვენი არჩეული იყო Infinity Box-ი, სადაც არაფერი არ იყო გასაკეთებელი, მხოლოდ უნდა დავტკვარიყავით კოსმიური შეგრძნებით უსასრულობისა და სხვადასხვა ფერების. ძალიან ლამაზი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელს ოთახში მარტო იდექი. შემდეგია 7D. ესეთი მინი კინოთეატრი არის, სათვალეებს გვაძლევენ. შეეთის კედელზე გვაკატავებს რა. ბიჭო, რა გული მარეო. ნიკოლსემ გონია თან. ხალხო. კი, უბეროს ხალხო. დაგვეძრა. თავიდან თურმე შეხურება იყო, მე 360 გრადუსით გვატრიალებდა, ქარი უბერავდა, წყალი გვესხვებოდა და მართლა ისეთი ილუზია იქნებოდა, თითქოს ძანჯქარამიქი ხარ. ეს ილუზიის ოთახი იყო, სადაც ყველაფერი თავდაყირა, ეხლა კი გადავდივართ შეჯიბრებების ოთახში. მაგრამ სანამ შეჯიბრებების ოთახში შევალთ, რაღაცაში უნდა გამოგიტყდეთ. მე ნაზი გოგო არ ვარ, მე სულით კაი ბიჭი ვარ. შემდეგ ვიდეოში მე ძალიან ბევრი ბარბარიზმი და ქუჩური სიტყვა გამოვიყენე. ამიტომ თავაზობთ თამაშს. მოდი ვითამაშოთ ბინგო და ნახოთ, რამდენ ქუჩურ სიტყვას, კაი ბიჭურ ფრაზეოლოგიზმს და ბარბარიზმს გამოვიყენებ. კაროჩე, შევდივართ ლენტების ოთახში. არის ესეთი წესები, რომ კნოპკებს უნდა დავაჭიროთ, ან შეიძლება მეც თითო კნოპკა არის 10 ქულა. თუ ბევრ ქულას აიღებ, მაშინ პრიზია რა. სად ვარ? და ესე თემაზე არ წავალ. და ვაფშე არაფერი არ ჩანს. აი საერთოდ არაფერი არ ჩანს, გამიჟდები. ვაიმე. ეხლა კნოპკა გავაძრა. გილოცავ თქვენ მოიგეთ კაი ბიჭური ბინგო, სუხო და წურო თქვენით ნამდვილად იამაყებდნენ. ერთი ოთახიც დაგვრჩა. ეს არის ლაზერები. შეგახსენებთ, რომ ესე თავდავიწყებით, იმიტომ ვიბრძოდით, რომ თუ კი ის საკმარის ქულებს დავაგროვებდით, კიდევ ერთ ოთახს ჩუქნიდნენ, მაგრამ ჩემი ფეხები მოვიგეთ. ამ ენდორფინის და ადრენალინის მუზღოების შემდეგ წავედით საცეკვაოდ, უბიცეკვეთ, გავერთეთ, ჩვენ კონჩი გავისწორეთ, მაგრამ არ გადართოთ, იმიტომ რომ ბაველის სასახლე, სადაც ახლა მივდიოდი და მისი კათედრალი არ ვინახებია, რაც არის კრაკოვში გამორჩეული ადგილი. ეს არის პრინცის ოთახი, სადაც იგი მეცადინეობდა. აქ იყო პრინცების კორონაცია. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ ჰერმონის დაბადების დღე, იმიტომ რომ ჰერმონის დაბადების დღე ჯერ არ დამდგარა. უნდა გასწავლოთ, როგორ კეთდება ტრადიციული ეთიოპიური ყავა. ამიტომ გამოიწერეთ არხი. აგრეთვე დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ მეთქი.